27 ვინის გაქურდვის ბრალდებით ესპანეთში კრიმინალური დაჯგუფების 13 წევრი დააკავეს, რომელთა შორის ქართველებიც არიან. ქართული წარმოშობის წევრები ბინებს ქურდავდნენ, ესპანელები კი მოპარული ნივთების რეალიზაციას ახდენდნენ. სპეცოპერაცია საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა მადრიდში, ვალენსიაში, გვადალახარასა და ალიკანტეში ჯამში 9 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩაატარეს. საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება, ხმის უფლების დაბრუნება ემიგრანტებისთვის, ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის გამკაცრება, საარჩევნო პროცესის აუდიტირება, სიების გასაჯაროება და საარჩევნო დავების განხილვა სპეციალურად შექმნილი სასამართლო კოლეგიების მიერ. ოპოზიციის ალიანსის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად 6 ძირითად პირობას ასახელებს. 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ასე უპასუხა მათ დღეს კოლბახიძემ. ევროპარლამენტი უკვე საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს დაემსგავსა, ასე გამოეხმაურა კოლბახიძე ოცნების პროპაგანდისტულ ტელევიზიებზე შეზღუდვების დაწესებას. მისი მტკიცებით, მოლდოვაში მედიის თავისუფლება ფეხქვეშაა გათელილი. მოლდოვაში 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმება დაამტკიცეს. პუტინმა, შოიგუმ, მედვედევმა, ლუკაშენკომ დღეს მიიღეს ბილეთი ჰააგისკენ, განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. საგარეო საქმეთა მინისტერიალს ესწრება მაკა ბოჭორიშვილიც.